ამ თემაზე საუბარ ჩვენ 6 საათიან გამოშვებაში განვაგრძობთ. მანამდე კი მცხეთელები რომელთაც წყლის საფასური გაუძვრდათ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხდომაზე მიიღეს. სემეკის გადაწყვეტილებით კომპანიამ მცხეთის წყლის აბონენტებს, რომლებიც მრიცხველებით სარგებლობენ წყლის საფასური 1 კუბურ მეტრზე 10 თეთრიდან 20 თეთრამდე გაეზარდათ. რაც შეეხება აბონენტებს, რომელთაც მრიცხველი არ აქვთ, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და ერთსულ მოსახლეზე 2 ლარი და 40 თეთრი დარჩა. ტარიფი უცვლელად შენარჩუნდა არა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, ანუ მეწარმეებისთვის. შეკრულებაში იყო გაწერილი ასევე სატარიფო სისტემები წლების განმავლობაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტარიფი, შესაბამისად კომპანია მოითხოვა სწორედ ამ ტარიფების დამტკიცება, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით ტარიფების დადგენის ვალდებულება კომისიას აქვს მხოლოდ მეთოდოლოგიის საფუძველზე და ჩვენ მეთოდოლოგიის საფუძველზე დავადგინეთ ეს ტარიფები და დადგინდა ის ტარიფები, რომელიც მიიღო კომისია.